საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქართული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი და მკვიდრი ბალავარი ჩვენი უმდიდრესი და უნიკალური ფოლკლორია. საუკუნეების მანძილზე ევს უძვირფასესი განძი მამიდან შვილს, თაობიდან თაობას გადაეცემოდა და საბედნიეროდ დღევანდელ დღემდე მოაღწია. ასე იყო ზეპირ სიტყვიერებაში, სიმღერაში თუ ცეკვაში. სტუმარი, რომელიც ახლა ჩვენი შოუს სტუდიაში შემობრძანდება, სწორედ ამ დიდებული ტრადიციის ერთ-ერთი ღირსეული გამგრძელებელი გახლავთ. ლეგენდარული ქართველი მოცეკვავისა და ცნობილი ქორეოგრაფის ბატონი ფრიდონ სულაბერიძის ვაჟი, ფრიდონ სულაბერიძე უმცროსი. მოდი გენაცვალე. ბრძანდი. ფრიდონ, მადლობა ჩემო ძვირფასო ადამიანო მობრძანებისთვის. მე ვახსენე მამა, მართლაც ლეგენდარული პიროვნება. მოვიკითხოთ აქედან დიდი სიყვარულით, მაგრამ საბედნიეროდ თქვენ ორი ფრიდონი აღარ ხართ ოჯახში, უკვე სამი ფრიდონ სულაბერიძე ხართ. ფრიდონს ყავს ვაჟკაცი, თლათ უმცროსი, მოდი ასე ვთქვათ. ფრიდონ სულაბერიძე და ისიც მოვიკითხოთ აქედან ასევე დიდი სიტყვოთი. მადლობა მოწვევისთვის, მადლობა ესე გაფასებისთვის და ესე წილი სიტყვით. გაიხარე. შენ ძალიან იღბლიანი კაცი ხარ, რა თქმა უნდა, იმ ხრივ რომ ფრიდონ სულაბერიძის შვილი ხარ, მაგრამ საბედნიეროდ შენ თავად გაამართლე, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი რა არის ცნობილი მამის შვილობა და აი ეს დიდი პასუხისმგებლობა არის ერთი მხრივ უაღრესად სასიამოვნო და მართლაც საპატიო რამ და მეორე მხრივ ის ტვირთი, რომელიც უთუოდ უნდა ზიდოდა. ამას შენ ახერხებ ღირსეულად. მითხარი ბატონი ფრიდონის დამოკიდებულება შენთან, ამ შემთხვევაში როგორც ოსტატის და შეგირდთან. როგორ მიმდინარეობდა და როგორ მოახერხა მან, რომ აი ეს უნარები ცეკვა ქართულისა განსაკუთრებით ასე ლამაზად გადმოგცა შენ? ეხლა პირველ რიგში ესე რომ მაქებთ ხოლმე და ზოგადად რომ მაქებენ ხოლმე, მე ცოტა მსხვენია ხოლმე რა, წითელებია რაღაც ესე და ზოგადად მე ვცდილობ, რომ დავემსგავსო მამაჩემს, მიუბაძო მამაჩემს. ყოველთვის მქონდა ესეთი მოტივაცია, რომ აი ფრიდონისნაირად უნდა გავხსვა. აი ეს წლები და ის პერიოდი, როდესაც ჩვენ არტოზბახში მივდიოდით ხოლმე, მაშინ გარემონტებული არ იყო არტოზბაღი და სიცივე იყო დარბაზში. და ფრიდონი ვავარჯიშებდა პატარებს სარეპეტიციო დარბაზში და წურავდა ამ ბავშვებს, მეც რომ მივდიოდი, ვსწავლობდი ბევრ ამას. პირველ რიგში ფრიდონი როგორი მკაცრი იყო ბავშვების მიმართ. მე ჩემს მიმართაც ესეთი მკაცრი იყო რა. იმიტომ რომ შვილი იქნებოდი თუ ვინმე სხვა, მაგას საერთოდ არსებითი მნიშვნელობა არ ქონდა, იმიტომ რომ ხელოვნება ამას მოითხოვდა. შენ თუ გინდა რომ იყო მაგარი და იცეკო ისე როგორც ცეკვავენ ესენი, შენც ესე უნდა მოგექცე. იმიტომ რომ მე იტყვიან რომ აი შვილს უფრთხილდება, უვლის და რაღაცა და მეც რასაკვირველია ძალიან ბევრ შენიშვნას მაძლევდა მამაჩემი თავის დროზე და აი იმ გასმის სპეციფიკას, როდესაც მოვდიოდი და ვარჯიშობდი უნივერსიტეტში, მახსოვს თეატრალურ უნივერსიტეტში რომ ვსწავლობდი, ვამთავრებდით ხოლმე 9 საათს ყველაფერს. და მე 11 საათამდე, 12 საათამდე მივდიოდი არტოზბახში, იქ არის საკონცერტო დარბაზი და 12-მდე დარაჯთან მოგვარებული მქონდა ეგ ამბავი, რომ იქ უნდა მევარჯიშა რა. და ეს ვარჯიშები ყოველ დღე იყო გასმის ქართულის, ცეკვა ქართულის ვარჯიშებს ვასრულებდი. მქონდა თავში ჩადებული ის, რომ ანსამბლს თავში უნდა ვიცეკო ქართული, ძალიან მაგრად და მინდა რომ აი ნახოს ხალხმა, რომ ფრიდონ სულაბერიძის შვილიც რაღაცას გააკეთებს. ისეც რომ აი მიმსგავსებული მაინც რო იყოს. და მე შევეცადე და დღესაც ვცდილობ, რომ ქართული შევასრულო ისე როგორც საჭიროა რა. იმდენად რთულია, რომ რაც არ უნდა ფორმაში იყო, ერთი ცეკვა სრულყოფილად რო შეასრულო, ამას სჭირდება ძალიან დიდი ენერგიის და მუხტის ჩადება. მამაჩემი ყოველთვის მაძლევდა იმ მუხტს და ენერგიას, როდესაც სარეპეტიციო დარბაზში მოდიოდა ხოლმე, რომ ხედავდა, რომ აუ ეს კიდე უსვავს და ერთხელ მახსენდება, რკინიგზელთა სახლში ვართ და მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. და რო ვარჯიშობდი ამ გასმებზე რა, რაღაც სულ თქვა ცოტა ისე ჩაუშვპირიდან დავიღალე მაგრად და ეს გაბრაზდა მამაჩემი, თუ შეიძლება დაისვენეო ამდენს უსვავ, ანუ იმდენს უსვავდი, რომ ანუ არ მეუნებოდა, არა რომ შეისვენე რაღაცა, მაგრამ აი ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი რა, ამ გასმის გაკეთება. იმიტომ რომ ხო გაგონილი მაქვს, სუხიშვილის ანსამბლში კანიფოლს ყრიდა, უსვავდა, თელ გასმებს აკეთებდა, მე ამოღრმავდა ეს პარკეტი, კი გადააგეს მაგის მერე ეს პოლიმარ, მაგის ანახავთაც მიდიოდა ხალხი, მართლა უსვავდა ამ ადგილას და ეს იყო ჩაღრმავება ამ ადგილის და მეც ეს გაგონილი მქონდა ეს ხმები და მთელი ამბები, ის მუღამი ყოველთვის მქონდა დაჭერილი, რომ აი მეც ესე უნდა გავუსვა. და ეს მადლობა. მოიტანა კიდეც შედეგი, ჩემო გარკვეულ რაც ყველაზე უფრო სასიამოვნოა. მეზია რა ხელოვნებას და მაზია რა ხელოვნებას ამ ამოწმებას.
ბატონ ფრიდონს კიდევ ერთხელ მინდა ჩვენი მხრიდან ბაღაშვილების მხრიდან ძალიან დიდი მადლობა უთხრა იმ განსაკუთრებული წვლისთვის, რომელიც მას შემოტანილი აქვს მიუზიკლ ფიროსმანში. როდესაც ფიროსმანაშვილის ეს ფერწერული სამყარო უნდა გაცოცხლებულიყო სცენაზე და ეს პლასტიკით უნდა განხორციელებულიყო, აი ამ დროს ჩვეული ოსტატობით, რომელთაც იგი ასრულებდა ცეკვა ბაღდადურს, კინტაურს, მართლაც ახლა განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა და საოცრად გაამდიდრა სპექტაკლი. არდა უმნიშვნელოვანესი სიახლისა რომ მესამე ფრიდონ სილოვერიძე შემოემატა თქვენს ლამაზ ოჯახს, კიდევ ერთი საინტერესო შემოქმედებითი სიახლე გაქვს აკადემიასთან დაკავშირებით და მოდი ესეც უთხარი ჩვენი შოუს მაყურებელს. ასაკვირველია ჩვენ ახლა ძალიან დიდი პასუხისგებლობით ვეკიდებით მამაჩემის შემოქმედებას. ჩვენ სხვადასხვა უბნებში, როგორც ვარკეთილში, ნუცუბიძეზე და საომავლოდ კიდე დავგეგმავთ გავხსნათ ახალ-ახალი ფილიალები. ფრიდონ სილოვერიძის ცეკვის აკადემია უკვე ეს პროექტი შექმნილია იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა მომავალმა თაობამ იცეკვოს ქართული ცეკვა. უბან-უბან არ არის აუცილებელი მაგალითად ისეთ ადგილას მოვიდეს, რაც მშობლებს ვერ მიუწვდება ხელი, იმიტომ რომ გზა ძალიან დიდია უკვე, ყველგან საცობია და უჭირთ ამ ბავშვებს სიარული ცეკვაზე. ჩვენ ასევე გვაქვს სხვადასხვა ფილიალები, სტუდიები, დაწყებული მოსწავლე ახალგაზრდობის სახლით და ეხლა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აი ეს აკადემიამ რახან ესე კარგად გაამართლა და მუშაობთ და მამაჩემის დამსახურება არის. ამ აკადემიას უკვე ძირითადად 300 ბავშვი ყავს, მოცეკვავები სიხარულით მოდიან ჩვენთან. ეხლა ვფიქრობთ, რომ აბაშიძის ქუჩაზე შევქონათ ერთი ძალიან კარგი ჯგუფი ფრიდონისეული. ესე დაერქმევა ჯგუფს ფრიდონისეული, სადაც 30 ბიჭი და 15 გოგო შეისწავლის ქართულ ცეკვას. ეს იქნება VIP კლასი, სადაც მხოლოდ აი ეს განუმეორებელი ცეკვები, სადაც იამზე დოლაბერიძესთან ერთად ფრიდონ სილოვერიძე და ლატაურა ფოჩიანი ასრულებენ აი ამ სტილისტიკით ქართული, აჭარული, მამაჩემის კინტაური, აი ეს სამი განუმეორებელი ცეკვა, აი ამ სტილისტიკაზე ავაწყოთ ქართული ქორეოგრაფია ამ ბავშვებთან და იცოდნენ. ამ ჯგუფს ექმნება ფრიდონისეული. ეს იქნება ჩვენიერი იდეა და დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი პოპულარობა ექნება. ვაკეში და ვფიქრობ, რომ ამ აკადემიებს კიდე შეუერთდებიან ეს ბავშვები და დაიხვეწებიან და საომავლო პერსპექტივა ექნებათ რა. ფრიდონ, იღბალი ვახსენებე შენთან დაკავშირებით და შენ იმ ნიშნითაც სიღვლიანი კაცი ხარ, რომ მეორე დიდ ოსტატთან ქონდა ასევე მჭიდრო შეხება ქართული ცეკვისა. ეს გახდა დაუვიწყარი კაცი, რომელიც ადრე წავიდა ჩვენგან და დიდი დანაკლისია ქართული ხელოვნებისთვის, ქართული კულტურისთვის, მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის არის დათუნიკას ხირტლაძე. რომელმაც რაცა საოცარი ფერი შემოიტანა ქართულ საცეკვაო ხელოვნებაში და აი ეს რაჭული ცეკვა ფაქტობრივად მასთან არის ასოციაციურად დაკავშირებული ყოველ შემთხვევაში ფართო აუდიტორიისთვის ასეა და მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი საერთოდ აი თანამედროვე ქართული საცეკვაო ხელოვნების განვითარების საქმეში და მე მახსოვს სრულიად ახალგაზრდა აი მთლად ნორჩი დამწყები მოცეკვავი ვიყავი შენ, როდესაც 2010 წელს გამოდიოდი ჩვენთან საკონცერტო პროექტში იუმორინა ანსამბლ ეგარისთან ერთად და იქ შენ აი სწორუპოვარ ოსტატთან დათუნიკას ხიტლაძესთან ერთად იდექის სცენაზე. მითხარი როგორ გაიხსენებდი მას?
ნუ პირველ რიგში რასაკვირველია ის იყო ჩემი პირველი პედაგოგი დათუნიკა სხიტლაძე, მართლაც რომ გამიმართლა ესეთი კარგი ადამიანის შემხვდა, მაგრამ ის არ იყო მხოლოდ პედაგოგი ჩემთვის, მქონდა მამაშვილური ურთიერთობა. საერთოდ ცეკვა საიდან დავიწყე, საიდან გამიჩნდა ამის სურვილი. რასაკვირველია ხა ფრიდონ სულაბერტიშვილი რო ვარ და მაგრამ რო ცეკვავდა, მაგაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ როდესაც ანსამბლ რუსთავის სოლო კონცერტს დავესწარი, მეორე განყოფილება იწყებოდა რაჭული ცეკვით. თან ახალი იყო ეს ცეკვა, ხალხი მოდიოდა ამის სანახავად და რო შემოდიოდა უცხო ადამიანი, რომელიც ხანში იყო შესული და ახვევდა ისეთ რაჭულის მოძრაობებს, რაღაცა მეთქი ეს ცეკვა უნდა ვისწავლო. და საერთოდ მოდი ცეკვას ვისწავლი მეთქი. გავიხსენებ ესეთ ფაქტს ანსამბლ რუსთავს, აი ეს პერიოდია, როდესაც ჩვენ შემდეგ იუმორინაშიც გამოვედით, მაგრამ მანამდე, როდესაც ვიხვეწებოდი და პატარა ბიჭი ვიყავი 18 წლის, ოპერაში გვაქვს კონცერტი. საახალწლო პერიოდები არის, ახლა ეს კაცი ყველა სჭირდება რომ თამადა იყოს და დავიწყდა თუ რაღაცა მაშინ არ იყო ის მობილური. ნებისმიერი კამპანიის სული და გული იყო სასაკი აღმოჩნდებოდა. ინტერნეტ კავშირიც არ იყო. ესე როგორც ახლა განვითარებული ქვეყანა, გადასაშლელი ტელეფონები იყო და მაგ ადამიანს ტელეფონი არ ქონდა. მდიდან ჩამოსული კაცი იყო და თუ გააგებინებდი რომ კონცერტი იყო, ამ ერთი ცეკვის გამო ანსამბლ რუსთავის სიხარულით მოდიოდა. და დაემთხვა ისე პერიოდი, რომ ჩვენ გამოგვიძახეს ანსამბლი და ოპერაში გვაქვს კონცერტი საცეკვი და დათუნიკა ვერ მოვიდა, იმიტომ რომ ეხა მაგარ სუფრაზეა, თამადად მიყავს ერთი 100 კაციანი სუფრაზე და ეხა ფრიდონი ნერვიულობს რატო არ არის დათუნიკა სხიტლაძე და მე ვიცი მარტო ის პარტია იქამდე რომ უნდა შევასრულო. იმის იქით არ ვიცი, იმიტომ ისო შემოდი სხვა რაღაცებს აკეთებს და იქ უკვე წყდება მთელი ამბავი, ხალხი კიდე ემოციებშია და მოკლედ ეხა მე როგორც მისი ახლობელი და როგორც მისი შინაური, მამჩემი მკერავს რომ აბა სად არის დათუნიკა, მითხარი დროზე, აი რაღაც დაურეკე ტელეფონი ხო ვიცი და ვერ გავდივა ხაზზე, არაფერს არ ვეუბნები. ეხლა იმას ხო არ ვეტყვი, სუფრაზეა კაცი, მიყავს ერთი 200 კაციანი სუფრა რაღაცა. ნუ მე წამომსდა რა, მოცეკვავებმა ჩუმად ბიჭო, ჩუმად არ თქვა და მომიწია მაინც მაგის თქვა და აბა მაშინ შენიცი 10 რვა უნდა იცეკო თავიდან ბოლომდე. შენ დაგავალა. და მივდგავარ და ვიმეორებ მის მოძრაობებს. მე რო გავიდა ეს ხანი, რო გაიგო რომ მე ვიცეკო მისის რეალის შესრულება, ყოჩაო რა, უჩემოდ კარგად გაგირთვია თავიო. გადავრჩივან თვითონ თავის პასუხისმგებლობა ჩამოიტოვა. ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ მამაჩემმა გამასწრო დათუნიკა სხიტლაძე და რაჭაშიც ჩავდიოდით მასთან, სიმღერასაც გვასწავლი და კარგ ხვანჭკარაღვინოსაც დაგვალევინებდა, მაგრამ რომ შემოგვაკლდა ესეთი ტკბილი ადამიანი ხელთ, ხო? აი რომ ცეკვავდი უკვე რაჭულს ანსამბლ რუსთავთან ერთად დათუნიკას გარეშე, აი იცი როგორი შტაბეშტილება მქონდა, რომ აი დაკარგა დიდი ხელოვანი ადამიანი. რაჭამ ხო დაკარგა, რაჭამ ისედაც დაკარგა დიდი ხელოვანი ადამიანი, აი რუსთავის ანსამბლი, სახელმწიფო ანსამბლში, როდესაც პირველად შემოვადგა ფეხი და ესეთი კარგი განვითარება მისცა ქართულ ცეკვას, რაჭულ ცეკვას, იმიტომ ხალხი ოცნებობდა რომ ეს ენახა იმ პერიოდში, ეს იყო აი მართლაც აუნაწღაურებელი დანაკლისია ნამდვილად. დიდი დანაკლისი იყო ანსამბლ რუსთავი. გეთანხმები აბსოლუტურად ჩემო ფრიდონ შენ შეფასებაში, მადლობა ჩემო კარგო კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის, შენი ასეთი სიტყვოთი სავსე სიტყვებისთვის და მოდი მაყურებელს შევახსენოთ და ვაჩვენოთ ეს კადრები, რომელიც უკვე 15 წელი არ გასულა ეთერში, სადაც შენ და დათუნიკა ერთად ცეკვავთ ჩვენს კონცერტში. დიდი მადლობა. Gani da ci video da ci ho, non c'è chi che la sua lega una gambola ci ho.
ვერ გამიგია ეს კოპულა ჩემია